მისი იურისტთან ერთად ცოტა ხნის წინ შევიდა, რამდენიმე წუთის წინ შევიდა საქალაქო სასამართლოში და სავარაუდოდ ის უკვე პასუხობს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის შეკითხვებს. როგორც პროკურორმა სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეკითხვები ექნებათ, რაში დააჭირდა 2024 წელს მის ორგანიზაციას, რომ შეეძინა გარკვეული ინვენტარი, აქ საუბარია პირბადეებზე, ხომ არ იმყოფებოდა აქციებზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მისი იურისტები ხომ არ იდგნენ აქციაზე რუსთაველის გამზირზე და ხომ არ იზიარებდნენ ისინი სხვა დანარჩენი პროევროპულად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეების აზრებს და ინტერესებს. ეს არის მხოლოდ ის შეკითხვები, რაც ექნება გამოძიებას ნინო ევგენიძესთან. ის არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც ანგარიშები არ დაუყადაღა საგამოძიებო უწყება. როგორც მოგეხსენებათ, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიც და მე როგორც ხელმძღვანელი ამ ორგანიზაციის დავარებული ვარ ამ რაღაცა კომიკური პირბადეების საქმეზე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ ყოფილა ჩვენი ანგარიშები დაყადაღებული, მაგრამ კი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყადაღებულ იმას, რა ქვია, პირბადეს იყიდი თუ ანუ ეს ჩვეულებრივად არის ფარსი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ, ასე ვთქვათ, იმის საშუალება, რომ დავეხმაროთ ჩვენ ხალხს, რომელსაც მე პირადად და ჩვენი ორგანიზაცია, ისევე როგორც სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ამას ვაკეთებთ 23 წლის განმავლობაში და ჩვენი ორგანიზაცია ამ ხრივ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორგანიზაცია გახლავთ. 2024 წლის პერიოდში მის ორგანიზაციას გარკვეული შესყიდვები აქვს განხორციელებული. ეს არის 2024 წლის ოქტომბრიდან 25 წლის დასაწყისამდე. ეს არის პირბადეები, სხვადასხვა ინვენტარი და ასევე ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონი ნინოც იღებდა ამ აქციაში მონაწილეობას, გარკვეული მოთხოვნების ჰქონდა მას და აქედან გამომდინარე გვაქვს კითხვები, მაგალითად ეს ინვენტარი რისთვის იყო საჭირო აქციის მონაწილეებისთვის თუ ორგანიზაციისთვის და კონკრეტულად მას რა მოთხოვნები ჰქონდა და იზიარებდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც ეხებოდა კანონსაწინააღმდეგო ხასიათის აქციის წინააღმდეგობას და სხვა მსგავს განცხადებებს, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. საგამოძიებო უწყებამ პროკურატურამ უკვე გამოკითხა 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უშუალოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ანგარიშები აქვთ დაყადაღებული გამოძიების ფარგლებში. პრაქტიკულად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა პარალიზებულები, მათი იურისტები ვერ ახერხებენ მოქალაქეთა უფლებების დაცვას კვლავ უსასყიდლოდ, ვეღარ განაგრძობენ საქმიანობას. გამოძიება არ მალავს, რაც ეძებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში. პროკურორი განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყებას აინტერესებს, ხომ არ მოქმედებდნენ კოორდინირებულად საპროტესტო აქციების დროს, პროევროპული აქციების დროს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მათი იურისტები.